სადაც ჩემო ძვირფასებო სამწუხარო წვიმიანი დღე და 28 გრადუსია ნავარაუდები. სოხუმში უმეტესად ბზიანი დღე, სადაც ასე 28 გრადუსი გელოდებათ. ზუგდიდშიც უმეტესად ბზიანი დღე და 29 გრადუსია, მესტიაში წვიმიანი დღე და 21 გრადუსია ნავარაუდები. ფოთში უნალექოდ მზიანი დღე 27 გრადუსთან ერთად გელოდებათ. ბათუმში ღრუბლიანი, თუმცა 28 გრადუსია ნავარაუდები ნალექის გარეშე. ღრუბლიანი დღეა ოზურგეთში, სადაც 29 გრადუსია ჰაერის ტემპერატურა. წვიმს ქუთაისში და 30 გრადუსს აღწევს ჰაერის ტემპერატურა, ასევე ამბროლაურში წვიმა და 30 გრადუსი გელოდებათ. ახალციხეშიც წვიმს, სადაც 29 გრადუსია ჰაერის ტემპერატურა, ასევე წვიმს ბორჯომში, სადაც 27 გრადუსს აღწევს ჰაერის ტემპერატურა. წვიმიანი დღეა ბაკურიანშიც და 23 გრადუსი. უნალექო გორში უმეტესად მზიანი და 32 გრადუსი, ასევე მზიანი ცხინვალი და 29 გრადუსი გელოდებათ. სტეფანწმინდაში უმეტესად ღრუბლიანი დღე, სადაც 21 გრადუსია ნავარაუდები. უმეტესად ღრუბლიანი დღე და 17 გრადუსია გუდაურში. მზეა თელავში, სადაც 29 გრადუსს აღწევს ჰაერის ტემპერატურა. რუსთავში 34 გრადუსია და ჩვენს დედაქალაქში უმეტესად მზიანი დღე და 33 გრადუსია ნავარაუდები. ვერ დაგპირდით ყველგან მზიან დღეს დასავლეთ საქართველოში ძირითადად, არა მარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ საქართველოს სხვა უმეტეს რეგიონებშიც წვიმა ნავარაუდები, თუმცა არის გამონაკლისებიც და ჩვენი დედაქალაქის ხედი, რომელსაც ახლა თქვენის კადრებში ხედავთ, დღეს თბილისში უნალექო წვიმის გარეშე დღეა და 33 გრადუსია ჰაერის ტემპერატურა.